მე ვარ ზურიკო მჟავანაძე 14 წლის. ვსწავლობ 25 საჯარო სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობა ფეხბურთი. 3 წელია ვთამაშობ West Georgia-ში. ჩემი წვრთნელია ბექა ჭკუასე. ძალიან მხიარული და მეგობრული მასწავლებელია. ადრე მყავდა სხვა წვრთნელები, მაგრამ ბექა მასწავლებელი ყველას ჯობია. მე ვთამაშობ მეკარის პოზიციაზე. პოზიცია ჩემი თავარჩია და გუნდმაც ხელი შემიწყო. ყველაზე კარგად ღებულობ ბურთს 1-1-ზე. შედარებით მიჭის ჯარიმების აღება. მაგ კარგი რეაქცია და მკვდარი ბურთებიც ამიღია. გამოსასწორებელი მაქვს ფეხით თამაში. სულ მქონდა 4 შეჯიბრება. ყველაზე კარგად დამამახსოვრდა მეორე თამაში. იმიტომ რომ კარგი მატჩი ჩავატარდა და მოვიგეთ. მაგ თამაში ვიყავი ერთ-ერთი საუკეთესო. ჩემი საყვარელი ფეხბურთელია მეკარე თუ თავდასხმელი. და შეგენი. საყვარელი გუნდია ბარსა. ჩემი საფეხბურთო კარიერა ასე წარმომადგენია. თამაში დავიწყე ხელვაჩოხში, მერე გადავარ დინამო ბათუმში და მერე გადავარ ბარსელონაში. მე ვაპირე ფეხბურთს ვითამაშო 40 წლამდე. კარიერას დასრულების შემდეგ გავხდები წვრთნელი. ახლა მინდა ვიყო 27 წლის. იმიტომ რომ ვითამაშებ დიდ კლუბში. ცოლს რომ მოვიყო იქნები 25 წლის. შეყვარებული, იმიტომ რომ ყავს რომ გოგოებისთვის ამცალია. ეჭვი მაქვს რომ ჩემს ძმას ყავს შეყვარებული. თქვენთან ჩაწერე და მგონი დამალა. სახში ცხოვრობთ მე, ჩემი ძმა, დედიკო, მამიკო, ბაბუა, ბებია და ძაღლი. კიდე მინდა მყოლდეს ერთი ძმა და იმიტომ მამასაც საპატრონო მოყოლება. ჩემი ძმა არის 10 წლის და ქვია ალექსი. ის არის ხიარული და ნევროზული ბიჭი. ისიც ფეხბურთელი, მაგრამ ჩემამდე ბევრი უკლია. მამიკო არის კეთილი, კარგი კაცი, კარგი მამა, უყვარს სტუმარი და კეიფი. დედიკო არის მშვიდი, კარგი დიასახლისი და შრომის მოყვარე. ჩემს ცხოვრებაში ყველაზე დიდი მოვლენა იყო აჭარის საუკეთესო მეკარე რომ გავხდი. ჩემი სკოლა მიყვარს, იმიტომ რომ კარგი მასწავლებლებია, კეთილი. ნიშნავს კაიგაცი, ჰე. კლასელები არიან კარგებიც და კეთილებიც. ჩემი საყვარელი საგანია მათემატიკა. საყვარელი მასწავლებელი ნესტან გაბაიძე. იმიტომ რომ ხიარული, კეთილია და გვეხმარება. საქართველოს იმიტომ მიყვარს რომ კარგი ადამიანები ცხოვრობენ, კარგი კუთხეები აქვს, კარგი ბუნება და კარგი ტრადიციები. მე მიყვარს ფილმების ყურება. ჩემი საყვარელი ფილმია მარტო სახლში. მეც მინდა მარტო ვიყო სახლში. ბევრი ფილმი უნდა დავეხმარებ გაჭირვებული ადამიანებს, პირველ რიგში დავეხმარები მათხოვრებს. პირადად ჩემთვის ვიყიდ დიდი ბუგატს და ლამბორჯინს. ცოლს მომიყვანა ბოლო მოდელი BMW-ით. წინა მონაწილემ დამიტოვა კითხვა. ზურიკომ რომ არ მეკოს სხვა რა მექმეოდა. მე ზურიკომ დამარქვა დედიკომ და მომწონს ეს სახელი. მაგრამ ზურიკომ რომ არ მექვას მექმეოდა გიორგი. შემდეგ მონაწილეს უტოვებ კითხვას. ვინ არის ყველაზე ცნობილი ადამიანი? ჩემი აზრით ყველაზე ცნობილი ადამიანია მესი. ბედნიერება არის მეგობრებთან ერთად გართობა და ოქროს ბურთის მოგება. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.